ადამიანი ვერ აღებს პირს. სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად სახსარში რაღაცა პრობლემა აქვს. აი თქვათ ქირქოვანი ანთება აქვს და ავადები პირის ღრუში, სიბრძნის კვილი ამოძდის, ზვალში ან ნახევრად ამოსულია, შესიებულია და ტრიზმი ქვია, კრიჭის შეკვრა. პირის გაღება შეუძლია 2 სანტიმეტრზე, 1 სანტიმეტრზე, ან საერთოდ ვერ აღებს. ამ დროს ციხეა, ტემპერატურა, შესიება აქვს, ტკივილი აქვს და მოვიდა პაციენტი. სტომატოლოგმა პირველ რიგში რა უნდა ქნას? გამოკითხოს, მაგრამ თან პირს ხომ ჩაიხედო. სხვას რო ყველაფერს თავი დაანებო, რომ არიცი რა სჭირს პირის ღრუ უნდა დაათვალიერო, ხო? ამიტომ პირს ხო ვერ გაუღებ პირის გამღებით ძალით. არსებობს ანესთეზია, რომლითაც შემიძლია მე გავაკეთო ეს ანესთეზია და ადამიანი რას იზავს? პირს რეფლექსურად გააღებს, იმიტომ რომ სახეჭი კუნთები რას იზავს? მოდუნდება. ამ დროს თქვენი აზრით, რომელი ტოტები გაითიშება ქვედაყბის ნერვის? პირი რო გაიღოს. ქვედაყბის ნერვი როგორია? შერეული, ხო? როგორ ბოჭკოებს შეიცავს? გზნობიარეს, კიდე მამოძრავებელს, კიდე კიდე გემოვნების, ხო შეიცავს, კიდე სეკრეტორს. მაგრამ მე ამ წუთში რომელი მაინტერესებს? ანუ რა გავთიშე? მამოძრავებელი. ტკივილთან ის სხვა არის კბილები რო ტკივა და გავთიშე, გზნობიარე ტოტიკა. ანუ ამ დროს მე ვთიშავ ქვედაყბის ნერვის მამოძრავებელ ტოტებს, რომლებიც იმ სახეჭკუნთებს უკეთებს ინერვაციას. გასაგებია და ის კუნთები მოდუნდება და პაციენტს უნდა თუ აღნა პირს გააღებს. ოღონდ ანესთეზია რო გავა, ისე თუ მიზეზი დროზე არ იქნა, ხო? ისე დაეხურება. ხო. ეხლა ამ ანესთეზიას ქვია ვერ გაჩვენა სახსარს დაუზიანებ. კი, ჩვენ მე ტრავმების დროს ვაკეთებთ გამბჟენები ქვია. ნახე პირიქით ზოგჯერ მინდა რომ არ დახუროს და მოლარებზე ვაკეთებ გამბჟენები ქვია, სხვადასხვა მასალას ვამაგრებ, რომ პირიქით კრიჭის შეკვრა რო აქვს სხვადასხვა მიზეზით, ნაწიბურებია სახსარშია, ტრავმის გამო რაღაცა. ღიას ტოებ, ოღონდ აქ ვათავსებ მოლარებს, რაღაც პერიოდი 1 კვირა 10 დღე რომ ჭირდება. ეს სხვა არის. ისე ვერ გაიღებ ჭი. ანუ ბავშვებო, ამას ქვია ბერშე გვარია. ბერშეს ანესთეზია. ნახეთ როგორ კეთდება, ადვილია ძალიან ეს ანესთეზია. ამას რა ქვია? გარეთ ეს რა არის ხალხო? გარეთასასმენი მინი, ანუ ყური, ხო ეს? ამას რა ქვია? ხელი მოიკიდეთ. წინ. ყველა მიცით. მოიკიდე ხელი, რა ქვია ამას? ბიბილო. არა, ბიბილოზე ვიკიდებ ხეს, მოდია. ზემოთ, აი. მოწიე თორე მოგაგრიხე ყური. აი ამას რა ქვია? ყურის ნუ მოიგლიჯე ბიჭო. ვინიცის? ეს ბიბილოა, ეს გარეთანიშარა ყურის, ეს გარეთასასმენი მინი. ამას ქვია ყურის ჭავლი, ან ყურის სახური. ანატომიურად დაიხსომეთ. თითქოს ფარავს სახური ხლა თუ დაგიხშუე და ვეღარ გაიგებ ვერაფერს. ანუ ქვებია რა ყურის ჭავლი ან ყურის სახური. ეხა ნახეთ, ჩხლეტა კეთდება ყურის ჭავლიდან, აი ამას გულისხმობ, აი ეს არის, ეს მილი კი არა, ყურის ჭავლიდან დაახლოებით 2 სანტიმეტრით წინ ეს რა ძვალია, ყვრიმალის ეს ძვალია. ამას რა ქვია ყვრიმალის, ასე რომ მიდის. კალი. 2 სანტიმეტრით წინ ყვრიმალის რკალის ქვეშ თუ ზემოთ. ნახე ზედა კიდე აგერ არის, ქვედა კიდე არის. ყვრიმალის რკალის ქვემოთ. ამას რა ქვია ქვედაყბის ამონაჭდევი. შევდივარ 2-2.5 სანტიმეტრზე, დავღრი 2 მილილიტრ ანესთეტიკს და პირი გაიღება. მამოძრავებელი ტოტები გაითიშება. გასაგებია? ოღონდ ამ ანესთეზიის დროს რა შემიძლია პირის ღრუ დავათვალიერო? თუ რენტგენი სჭირდება, გაუშვა რენტგენი გადაუღო, დიაგნოსტიკა მოვახდინო, რამე ჩარევას მოახდენ? ვერა, მარტო პირი გააღო. და დუბოვმა ეს გაუმჯობესა და ქვია ბერშე დუბოვის ანესთეზია. იცი რა ქნა? ზუსტად ისევე კეთდება ყურის ჭავლიდან, ანუ სახურიდან, თქვენ რო იცინით, 2 სანტიმეტრით წინ, ყვრიმალის რკალის ქვეშ, აი ქვედაყბის ამონაჭდევში შევიდა 2-2.5-ზე კი არა, 3-3.5-ზე. დაღვარა
იგივე 2-3 ანესთეტიკი და ამ დროს ითიშება როგორც მამოძრავებელი ტოტები, ქვედა ალვეოლური ნერვი და ენის ნერვი. ამიტომ ეს შედუგოს გავაკეთებ, თან დავათვალიერე და შემიძლია თუ კბილის ამოღება მინდა თან ამოუღო, განაკვეთი მინდა ჩირქია ვადრენირო, მიხვდით ბავშვებო? იმიტომ რომ თუ მარტო ბერშეს გააკეთებ, პირს გააღე და ათვალიერე და მაგრამ მერე მაშინ ცალკე კი ბატონო არავინ არ გიშით მანდიბულური გააკეთე ცალკე, მაგრამ ბერშედუბოვის დროს უკვე რამე манипуляციაც შემიძლია ჩავატარო. მამოძრავებელიც გაითიშა და პლუს ქვედა ალვეოლური და ენის ნერვი. ესე იგი, ეს არის ქვედაყბის ამონაჭდევი. ანუ ნახეთ როგორ შევდივარ კანის მიმართ. ეხა ეს ამონაჭდევი ყველას უნდა მოგაძებინოთ, ფოსო ქვია რა. ინსულინის შპრიცითაც გააკეთებ თუ ბლოკადა გინდა, მაგრამ ბერშეს და ბერშეს დუბოს 2-2.5-ზე შედიხარ, ინსულინი არ გამოგადგება. ესე იგი, ყურის ჭავლიდან 2 სანტიმეტრი გადმოვზომე აი ესე. ქვედაყბის ამონაჭდევში ყვრიმალის სკალის ქვეშ გავაკეთე ჩხლეტა, შევედი აი ესე პერპენდიკულარულად კანის მიმართ და დავუყარე 2 მილilitrამდე ანესთეტიკი. თუ 3-3.5-ზე შევალ, ეს უკვე ბერშედუბოვია და გაითიშა მამოძრავებელი ტოტებიც, ქვედა ალვეოლური და ენის ნერვი. ნახეთ როგორ მიჭირავს. ნახეთ 2 სანტიმეტრი გადმოვზომე, ეს ყვრიმალის სკალია. ეს ზედა კიდე, ეს ქვედა კიდე. ნახეთ როგორ მიჭირავს. კანის მიმართ, ნახეთ კანის მიმართ როგორ. ესეა? როგორ? პერპენდიკულარულად. აი ესე შევდივარ. კანის მიმართ პერპენდიკულარულად. აი ესე შევა. გასაგები, ეხლა მოვუძებნოთ ის ფოსო, სადაც უნდა შეხვიდე. ფოსო რო ნახოთ, პაციენტს უნდა ოდნავ გააღებინოთ ტრიზმი აქვს, მაგრამ ოდნავ ისე დახურულზე ფოსოს ძვლები ედება ერთმანეთს და ვერ ნახავ. მოდი ერთი წუთით და ყველას მერე მოგასინჯებთ. რო თქვენ თავზე იპოვოთ. აი ამას კარგად აქვს. ოდნავ გამიღე პირი? არა, დიდზე არა. ოდნავ. აჰა, ამ პოზაში გავაჩერებინებ. ჩაღმავება ფოსო უნდა ვიპოვო. დიდზე თუ გააყო პირი, ფოსოს ვეღარ ნახავთ. გააღე დიდზე? აჰა, ამერიკა. აი ნახე, მოდი შენი ხელი მომეცი ერთი ხელი. ცოტა გააღე პირი. არა, დიდზე ნუ აღებ. ცოტა. ოდნავ გამიღე. ოდნავ გამიღე. გიტკინა წეგამი. აი შენ თვითონ შეგიძლია მოსინჯო. ეხლა ყველა მოსინჯეთ.